დილამშვიდობისა. ახლა ვუყურებ ხოლმე გადაცემებს საქართველოსთან და რაღაცა ძალიან დაძაბულობაა იმ მიმართულებითაც, რომ ვიღაცა კილოკავს ერთმანეთს უწუნებენ და შენ იმერული აქცენტი გაქვს, შენ ეს მეგრული აქცენტი გაქვს, შენ ლიოს ამბობ და ასე შემდეგ, ხო და ხო ამაზე მე ძალიან ისეთი ჩამოყალიბებული აზრი მაქვს. ჯერ ერთი რომ შევხედოთ სიტუაციას, თქვათ ამერიკას რო შევადაროთ. ამერიკაში ძალიან ბევრი აქცენტებია, მაგალითად აფრიკელ ამერიკელებს იქ თავიანთი ძალიან ძლიერი ისა აქვთ კილო და მაგის გარდა თავისი ენაც აქვთ ფაქტიურად ებონი. ანუ ეს საკმაოდ განსხვავდება ჩვეულებრივ ინგლისურისგან და ახლა რო ავიღო თქვათ მე დიდ ორგანიზაციებში რომ მუშაობდი, ატლანტაში ხო, იქ იყო რაღაცა ერთი ალბათ 300 კაციანი კოლექტივი და ზოგადად როცა თქვათ გამოსვლებია მშობლების წინაშე ან თქვათ რაღაც სერიოზული კონფერენციები, რა თქმა უნდა, ასეთი აქცენტიანი და ახალ ამერიკელს ნაკლებად ალაპარაკებენ. უფრო სახე არის ის ადამიანი, ვინც გრამატიკულად გამართულად ლაპარაკობს ყოველგვარი აქცენტის გარეშე. ეს ასე არის. მაგრამ თქვათ კერძო ურთიერთობებში და რაღაცა თქვათ, ან თქვათ კინოც ოფიციალურ ურთიერთობებშიც ჩვეულებრივად ლაპარაკობდა, აქ არავით არის აქცენტი, არ არის სათაკილო და გასაგებია რომ მე ჩამოვედი აქ რაღაცა საქართველოში და რუსეთში ნასწავლი ინგლისურით, ძლიერი აქცენტი მქონდა და ახლაც მაქვს, მაგრამ ეს არასდროს ისეთი არ ყოფილა რაღაცა ან დაცინვის ან რაღაცა იმის ქილიკის სუბიექტი. ყოველ შემთხვევაში ჩემს გასაგონად ხო და ახლა ალბათ იგივე უნდა იყოს ჩვენთანაც საქართველოში, იმიტომ რომ ახლა ამდენი კუთხეა, ამდენი რეგიონია და რეგიონებს თავისი კილოკავი აქვთ. რამდენი ორ რეგიონს თავისი ენა აქვს. ახლა ისიც სასაცილოა რომ ზოგი ამბობდა მეგრული და სვანური ენები არ არისო. მე საერთოდ ვერ ვიგებ სვანურ საერთოდ სიტყვასაც ხო და სამარცხინო არაფერი არ არის და არც ათაკილო იმაში რომ ვიღაცა რაღაცა კილოთი ლაპარაკობს. ახლა მეორე ამბავია რომ ტელევიზიაში და ოფიციალურ გამოსვლებში და სამინისტროებში, რა თქმა უნდა, ყველა გრამატიკულად გამართულად უნდა ლაპარაკობდეს. ჩვენ რო ავიღოთ თქვათ, დავუშვათ ადამიანი გაიზარდა სამეგრელოში და თქვათ თავის წრეში რაღაცა მეგრული კილოკავი მითი რა ქვია აქცენტით ლაპარაკობს, თუნდაც შეიძლება ქართულადაც, მაგრამ რაღაცა ეგლიოდა რა დავუშვათ ხო. ამ დროს რა თქმა უნდა, როცა ცენტრალური ტელევიზიით აქ საქართველოს მასშტაბით უკვე თბილისში ლაპარაკობს თქვათ იქან სამინისტროში ან ტელევიზიაში, რა თქმა უნდა, უკვე გრამატიკულად გამართული ქართული უნდა იცადოს და ესეც უნდა იყოს. ახლა მაგაში ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ამავე დროს ეს კაცი ჩავა თავის მშობლებთან, თავის ბებიასთან, ბაბუასთან და იგივე აქ შეიძლება მეგრულად ელაპარაკოს, შეიძლება თქვათ ქართულად, მაგრამ მე თავისი კილოკავით რა არის ამაში ცუდი? საერთოდ არაფერი ვერ ხედავ მე ამაში პრობლემას და ამაზე ერთმანეთის ქილიკი და ამაზე რაღაცა მით უმეტეს რომ რაღაცა სისულელებს აბრეხვებენ ქილიკთან ერთად რაღაც არაქართულ გამოთქმებს და არასწორ გრამატიკულად გამომართავ იმას რა ქვია კონსტრუქციებს და ეს არ არის მისაღები. ალბათ ადრე ხო იყო ლიტერატურული ენის კომისია ერქვა მგონი ხო? შანიძე რო ხელმძღვანელობდა, ესეთი რაღაცა უნდა შეიქმნას, ან ალბათ შეიძლება არის კიდეც და უფრო უნდა მოეთხოვოს ყველას ამაზე პასუხი და აქცენტზე და ეს გურული აქცენტია, ეს იმერულია და ეს მეგრულია და ეს აჭარული და რა კარგია და ხახახახა საერთოდ მე არ მიმაჩნია სწორად.